გამარჯობა. Კაი გამარჯობა. ეს ერთ შეხედვის და სწორხაზოვნას თუ მივუყვები, მე მგონია, რომ შესაძლებლობა ეძლევა ორივე სქესის მქონე ადამიანებს. მაგრამ აქ არის საქმე იმაში, როგორ უწყობს საზოგადოება ხელს, რომ ეს შესაძლებლობა გამოიყენოს ორივე სქესმა თანაბრად. მაგალითად, ეს სიტყვაზე რომ ავიღოთ განათლების შესაძლებლობა, იდეაში აქვს ორივე სქესს, ქალსაც და მამაკაცსაც. მაგრამ აი ყველაზე ბანალურად შეიძლება გოგონას ბევრად მეტი დრო ეხარჯებოდეს დღის განმავლობაში, თუნდაც პატარა ძმის მოვლაში, რომ დედას ეხმარება, საჭმლის კეთებაში, სარეცხის რეცხვაში. მაგალითად, მამაკაცებს შეიძლება კი არა უმეტესად ამაზე დრო საერთოდ არ მისდით და თავისი ხშირად ნივთების მოწესრიგებაზეც კი არ ეხარჯებათ ხოლმე დრო და ეხლა რა თქმა უნდა ეს ინდივიდუალურია და ყველა სხვადასხვანაირად, მაგრამ არსებობს ეს ერთი დიდი ბურთი, რომელიც ქალების ცხოვრებაში უფრო მკვეთრად იჩენს თავს, ვიდრე მამაკაცების ცხოვრებაში. ხელს უშლის გამოიყენოს ქალს ის შესაძლებლობა, რაც აქვს. ერთად დამახვევი ყველაფერი. ხო. და გეთანხმები ყველაფერში. უბრალოდ პატრიარქალურმა კულტურამ მოჭამაჭირი და რა თქმა უნდა ის რაც მოჭამს თავს, მე არ ეთმობა პოზიციების დაკარგვა და იწყებს ბრძოლას იმისთვის, რომ შეინარჩუნოს ის პოზიციები, რაც ჰქონდა. ყოველთვის ცდილობს თავისი უპირატესობის ჩვენებას, იმის ჩვენებას, რომ ის არის ყველაფერი, მამაკაცზე გადის სამყაროს გადარჩენის ვალდებულება, რომ თავარი ღერძი მამოძრავებელი არის ის. ეს რა თქმა უნდა ამ პატრიარქალურმა კულტურებმა გაიხადეს დროშად და იბრძვიან. შეიძლება დახურულ კარს მიღმა უფრო ძლიერი იყოს ამ პატრიარქალური კულტურის შემოტევა, მაგრამ საჯარო სივრცეში უკვე აღარ არის. იმიტომ რომ მიაჩნიათ რომ ეს აღარ არის ნორმალური. რაც კარგია. ეხლა მთავარია ის რაზეც ჩვენ საჯარო სივრცეში ვთანხმდებით, ის გადავიდეს ყოფაში. გონია რომ ეს ასე იქნება. ეს 21 საუკუნეში მივახცევთ საუკეთესო მდგომარეობას თუ 22 საუკუნეში გადასვლა დაგვჭირდება ამისთვის. ეს არ ვიცი, ამაზე ხ ვერ გაგცემ მართლაც. 40 წლის წინ იყო გაკვირვების საგანი, როდესაც საჭესთან იჯდა ქალა. დღეს ხო აღარ არის ეს გასაკვირი. თუმცა კიღა დარჩა აი ეს საზოგადოებრივი, უпроსორად ეს უმრავლეს ნაწილში საზოგადოების ეს პატრიარქალური ცნობიერება, რომ მაშ ქალია საჭესთან. თუ მაგალითად ავარიული შემთხვევა მოუვა ქალს, ეს პატრიარქალური ცნობიერება მომენტალურად ჩართავს, აი ხო გეუბნებოდით ქალის საჭესთან არ უნდა იყოს. კაც რომ მოუვა ამ კითხვას მაგალითად არავინ არ სვამს, ხო? სხვათა შორის ბარემ ამ საკითხზე ვიტყვი, რადგან ვახსენეთ. ჩემი აზრით, რიგ შემთხვევაში რა თქმა უნდა, ეს სტერეოტიპულად არ უყურებ ამ საკითხს, რომ ქალები ცუდი მძღოლები არიან. მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ვინმე რაღაც მხრივ ამაში შეიძლება მართალი იყოს დაშვების დონეზე, მანდაც კი არის პრობლემა იმის, რომ საზოგადოება სხვადასხვანაირად ასწავლის ქალებს და კაცებს და სხვადასხვანაირად თხოვს პასუხებს. მაგალითად, ბიჭებს ყოველთვის ბავშვობიდან ასწავლიდნენ, მეც რაღა დაგიმალოთ და ბავშვობაში მანქანის ტარებას რომ მასწავლიდნენ, ჯერ ყოველთვის ჩემი ძმების ჯერი იყო და ისინი რო ისწავლიდნენ, მხოლოდ მერე იყო ჩემი ჯერი, იმიტომ რომ ჯერ ბიჭებმა უნდა იცოდნენ მანქანის მართვა. მერე შე რო ბავშვობაში ხედავ რომ ბიჭებმა 10 წლის ასაკიდან უკვე ეს ჰაერზე იციან მანქანის მართვა და შენთვის ჯერ ადრეა და გოგო ხარ, მერე როცა იზრდები და ხედავ რომ ყველა იმაზე დაგცინს რომ ეს გოგოა საჭესთან რა უნდა, პარკინგი არ ეცოდინება ამას, მაინც ეს რაღაცა წნეხი არის და ჩემთვის პირადად სკოლაში დავდიოდი, სადაც ყოველ სემესტრში გამოცდას ვაბარებდი, ეროვნულის გამოცდები ისე ჩავაბარე, რომ ეგ დრო მენატრება, ესეთი სასიამოვნო იყო ეს საერთო ნერვიულობა, გამოსვლა, შედეგის გაგება. უნივერსიტეტის გამოცდები ხო არაფერზე არ მინერვიულია საერთოდ, მაგრამ ჩემთვის ორი გამოცდა მაქვს ჩაბარებული მართვის მოწმობის, ესეთი სტრესული გამოცდა არც ერთი არ ყოფილა. ფეხები მიკანკალებდა, იმიტომ რომ მთელი ჩემი ცნობიერი რა ასაკი რა თქმა სულ ეგ რომ აი გოგო თუ ხარ სულა დააპარკინგებ ამას ტარება არ ეცოდინება რა უნდა ქალს საჭესთან ეს თავისას შვება რაც არ უნდა კოგნიტურად იაზრებდე მაინც ემოციურ დონეზე ხელს გიშლის ხშირად და ამიტომ ის თუ მაგალითად ზოგიერთმა ქალმა შეიძლება რაღაც მხრივ
უფრო დაუშვას შეცდომა, ვიდრე ამას კაცი გააკეთებდა, ამაშიც არ არის ეს ქალის ბრალეულობა და ძალიან ბევრი ფაქტორი მუშაობს ამაში. შეცდომის დაშვება საერთოდ არ არის გენდერული ნიშნით მიღებული, იმიტომ რომ შეცდომას უშვებს კაციც, უშვებს ქალიც და არავის საქმე არ არის ეს. ზუსტად. მეტიც ეხა მოპედით მოძრაობ 2 წელია და შეიძლება ეს ვიღაცისთვის კომპლიმენტია, ჩემთვის არ არის კომპლიმენტი, მაგალითად, როცა მეუბნებია, რომ რა მაგარია, რომ აი ხა ესე პირდაპირ გოგო ხარ და მოპედზე, ნუ კაია, ძალიან კაია, მაგრამ აი მაგალითად ბენზინ გასამარცხად გურზე, რომ მეკითხებიან, რამდენი ჩავასხა და პასუხობ, რამდენი ჩადის, ანუ ვიცი, რამდენი ჩადის და ვა, ყოჩა გწოდნია. არ ვიცი, ანუ 2 წელი ამით დავდივარ, რატო არ უნდა ვიცოდე? ან მაგალითად შუქნიშანზე უცხოდნენ, რომ მეკითხება, რომ არა მაგარია გოგო ხარ და აბა თუ იცი რამდენს გიწვავს და ვეუბნები ხარ რამდენსაც მიწვავს, რამენერად ვიცი, რავი, უმარტივესია და ვა, საღოლ, ანუ რას ქვია საღოლ? 3 წლის ბავშვი ვარ, რომ მაღაზია შემაქო. დღეს შედარებით უფრო გალღვა ეს განწყობა, თუმცა თუ გავიხსენებთ 15-20 წლის წინანდელ ისტორიას, მაგალითად დავინახავდით, რომ აი ძალიან უჭირდა მაგალითად ქალს სესხის აღება, მაგრამ მაინც უმრავლეს შემთხვევაში ასე არსებობდა, რომ მაგალითად ქალს ფულზე არ უნდა ელაპარაკო. ეს ამ პატრიარქალური ცნობიერების შედეგია. მეორე საკითხი იყო მაგალითად იმისათვის, რომ სესხი აიღო, რაღაცა უნდა გირაოდ ჩადო. და რა უნდა ჩადოს ქალმა გირაოდ. მას არაფერი არ აქვს, იმიტომ რომ ის, როდესაც ცხოვრობს ოჯახში, მას თავისი წილი ამ პატრიარქალური კულტურის წყალობით არ ქონდა და შესაბამისად ის ვერ ეყრებოდა ოჯახს, ვერ გამოდიოდა ცალკე მეურნეობით, თუ ის არ იქნებოდა დაუშვათ დაოჯახებული, ხო? აი ასეთი მიდგომები ძალიან ძლიერია ჩვენ საზოგადოებაში დღესაც. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც არანაირი ესეთ დისკომფორტი არ გაქვს, რომ გენდერულ უთანასწორობას გრძნობდე, ამ შემთხვევაშიც კი, როცა გაქვს განათლება, ხარ გაზრდილი თავისუფალ ოჯახში და მიჩვეული ხარ იმას, რომ მაგალითად იგივე უფლებები გაქვს, როგორიც ჩვენ ძმას. ამ შემთხვევაშიც კი ჩნდება ეს საკითხი, რომ თუ გინდა იყო დედა, გიწევს რომ ჩამორჩე იმ კაცს, რომელიც შენთან ერთად მიდიოდა რაღაცა ეტაპამდე, მერე შენ შვილი გყავს და შეიძლება ესე იზრდები, მაგრამ კაცი ამ დროს ესე იზრდება კარიერაში. და გინდა თუ არ გინდა, როცა ქალი ხარ, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ რაღაცა ეტაპზე უნდა იყო შეგუებული, რომ ისე ვერ განვითარდები, როგორც ამას კაცი იზამდა. გულისხმობ კარიერულად. შემიძლია ეკითხვა აქვე დავხიო, იმიტომ რომ არ ვეთანხმები არც ერთ მან ჩამოთვლილ მოსაზრებას, იმიტომ რომ ინოვაციურობა, ფიქრი, გადაწყვეტილების მიღება, დაგეგმვა და ასე შემდეგ, ეს არის ზოგად ადამიანური უნარები, რომელიც ახლა შეიძლება ვთქვათ, რომ აქვს კაცს და არ აქვს ქალს. რას ნიშნავს ქალს არ შეუძლია, რომ მართოს ბიზნესი. რომ ქალს არ შეუძლია მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილებები. თუ ჩვენ დავინახავთ, რომ საზოგადოების ჯამური მოსახლეობის 52%, როგორც ბოლო სტატისტიკით ვიცი, არის საქართველოში ქალი და 48% კაცი, რატო არ შეიძლება ამ თანაფარდობით ჩვენ ის ვნახოთ, მაგალითად ეს თანაფარდობა ვნახოთ პოლიტიკურ კლასში. უნებრივად. ყოველთვის როცა საუბრობთ ხოლმე რატომ არ მოდიან ქალები პოლიტიკაში, ვაკეთებთ ესეთ ძალიან მარტივ სათამაშოს, რომ ესე ვაკეთებთ რაღაც დიაგრამას, ნუ ჩამონათვალს ლისტს ქალების დადებითი თვისებები საზოგადოებისთვის, რაც არის მეტნაკლებად დადებითი, რა არის კაცებისთვის და მათი უარყოფითი მხარეები და თითქმის ყოველთვის რამდენჯერაც ეს გაგვიკეთებია, მე ვიყავი ორგანიზატორით მონაწილე, ძირთადად ხო ერთი და იგივე რაღაცები იწერება და ყველა შემთხვევაში ქალებს უგროვდებათ დადებით თვისებება დის, რაც არის პოლიტიკოსისთვის არც ისე შესაბამისი, ანუ ქალებს საზოგადოება თხოვს იმ რაღაცებს, რაც არ არის დადებითი პოლიტიკოსისთვის, მაგრამ ქალებისთვის ცუდი არის ის თვისებები, რაც აუცილებელია პოლიტიკოსისთვის და პირიქით კაცების შემთხვევაში კაცის დადებითი თვისებები ასოცირდება პოლიტიკოსობასთან, ცუდი თვისებები, თუ მაგალითად კაცი არის მშვიდი, ან არ ვიცი, ფემინური, რაღაცა ფემინური პოლიტიკოსი, მაგრამ თუ ქალი ლაპარაკობს ბევრს,
ეს არ არის სასურველი ქალი უნდა იყოს ნაზი, მაგრამ ის გაუგია ნაზი პოლიტიკოსი, რომელიც ცოტას ლაპარაკობს, ანუ ესე ხდება ხოლმე და ამით იმის თქმა მინდა და იმის თქმა გვინდა ხოლმე ბავშვებისთვის, რომ როცა საზოგადოების დაკვეთა ქალის მიმართ არის ესეთი, რომ უნდა იყო ისეთი, როგორც არ შეშვენიც მაგალითად პოლიტიკოს დაირიბად ესე გადაეცემა მე ხო და შენი ცუდი თვისებები არის ესენი, ეს არ უნდა გააკეთო თუ გინდა რომ სასურველი იყო და ეგ თვისებები არის სინამდვილეში საჭირო რომ კარგი მენეჯერი იყო, კარგი პოლიტიკოსი იყო, მიმწოლი უნდა იყო ადამიანი თუ გინდა რომ რაღაც გამოგივიდეს. მიმწოლი ქალი არ არის სასურველი. აი ეს ტერმინები ერთიც ახლა ქალებით იქცევი თუ ქალებით რატო იქცევი თუ ასე შემდეგ კიდე არის მაგალითად იყო არ ვიცი თქვენ დროს სკოლა შემორჩა თუ არა კიდე ესეთი ფრაზები აი მაგალითად თუ კარგად ხსნი და ტრიგონომეტრიულ განტოლებას ჩემი თანაკლასელი გოგო ბიჭის twin-ია ქამოს როგორ არა კი ხო აი რაღაც საოცარი კლიშეები არსებობს იმ მასწავლებელს რომელსაც მიაჩნია რომ გოგო რო კარგად ხსნის ამოცანას ბიჭის twin-ია და გამონაკლისია ეს რა თქმა უნდა წავიდა მიყვება ამ კულტურასთან ნელა მაგრამ მაგალითად უნივერსიტეტებშიც არის ეხლაც შემორჩენილი ბოდიში დავამატებ მე მაგალითად სკოლას რო ვამთავრებდი და ესეთი გაკვეთილი მქონდა ერთი წლის განმავლობაში მგონი სადაც მანქანის ტარებას გვასწავლიდნენ თეორიულ დონეზე თეორიული გამოცდილებისთვის გოგოებს გქონდა ესეთი პრივილეგია რომ შეგვეძლო არ დავსწრებულიყავით და მეშვიდე გაკვეთილი იყო და სახში წავსულიყავით თავისუფლები ვიყავით ეს ხო პრივილეგია და სინამდვილეში ეს ხო ჩაგვრა არ არის მაგრამ რატო არ უნდა ვისწავლო რატო უნდა მქონდეს იმის შესაძლებლობა ავდგე და წავიდე მაშინ ბიჭთაც მაშინ ესე უნდა გვითხრა რომ მოდი ეს რაღაცა ისეთი გაკვეთილი სულ არ მგონა რაღაცა ისეთი გაკვეთილია მაგრამ რაღაცა ისეთი გაკვეთილია ვისაც გინდათ წადით მაგრამ ესე პირდაპირ აცხადებდე რომ ეს გოგოები წადით ესე იგი გოგოების საქმე არ არის და თქვენ არ დაგაინტერესებთ მე პრივილეგია და ამას ვერ ვხედავდი დაგვიდი რამდენი შემოტევა არის ასეთი ხო ჩვენ საზოგადოებაზე რომ აი აქ არ მოხდეს ნორმალური ყოფის ადამიანური ყოფის მოდერნიზაცია ძალიან ბევრი ხელი შემშლელია და ამიტომ ვიღაცა შეიძლება ვერ უწევდეს ამას წინააღმდეგობას ვიღაცა შეიძლება ამის გამო დაკომპლექსდეს მაგალითად ის გოგონა რომელსაც უნდა ბურთით თამაში არ წავიდეს ფეხბურთზე იმ ბიჭს რომელსაც უნდა თოჯინით თამაში დაუწვანის თოჯინა ეს ძალიან მძიმე შედეგს მოიტანს შემდეგ ხო და მთელი უბედურება ის არის რომ ახლა რასაც ვაკვირდები ის არის რომ აი ეს რეაქციის რეჟიმში გადავიდა აი ეს ჩაკეტილი საზოგადოების ნაწილი ეს პატრიარქალური კულტურა გადავიდა რეაქციულ რეჟიმში ებრძვის საზოგადოებას რომ აქ არ მოხდეს რაღაცის ცვლილება აი ეს ფაზა გვაქვს ახლა და ამიტომ არის ცოტა დრამატული ჩვენი ეს ლაპარაკი საერთოდ არ ნიშნავს იმას რომ კაცებს არ აქვს პრობლემები და კაცები არ არიან ჩაგრულები რაღაც მხრივ მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ არა იმდენად, მაგრამ უნდა ითქვას ის, რომ აი ამ აქციების პერიოდში, გასული 5 თვის განმავლობაში, ერთადერთ ხელ ვიგრძენი, რომ შემეძლო ამეღო ბევრად მეტი პასუხისმგებლობა, მხოლოდ იმიტომ, რომ ქალი ვიყავი, იმიტომ, რომ ვიცოდი, რომ გაცილებით ნაკლები შანსი იყო მე დავეჭირე, ვიდრე იმ შემთხვევაში, ვიდრე კაცი ყოფილიყავ.